მე ვასილი ვარ, სამშენებლო ხარისხის კონტროლის მენეჯერი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მონოლითური სამუშაოების დროს ხარისხის კონტროლზე. მონოლითის სამუშაო მოიცავს ორ ძირითად ნაწილს. ეს არის არმირება და დაყალიბება. არმირების მხრივ ხარისხის კონტროლი ამოწმებს შესრულებულ სამუშაოს პროექტთან შესაბამისობაში. გადამოწმების მეთოდოლოგია განისაზღვრება შემდეგი პრინციპით. პირველ ეტაპზე ფილის შემოწმების დროს კონტროლდება რიგელების საპროექტო დოკუმენტაციის მიმართებით. რიგელების სამუშაოს მიღების შემდგომ მოწმდება ფილის ქვედა შრის არმირება. სამუშაოს ჩაბარების შემდგომ კი ხდება ზედა შრის არმირების გადამოწმება. რაც შეეხება ყალიბებს. ფილის ყალიბის შემთხვევაში გეოდეზია გვაძლევს ნიშნულებს ვერტიკალებს. ჩვენ კი ლაზერული ნიველირის მეშვეობით ვამოწმებთ ყალიბის მდებარეობას საპროექტო ზონებთან. ვერტიკალებზე არსებული ყალიბის მდებარეობას ვამოწმებთ გეოდეზიის მოცემული ნიშნულებიდან საპროექტო ზომებით. ასევე ვამოწმებთ შეუვლით და თარაზოთი ვერტიკალების სიწორეს. აღნიშნული კონტროლის მექანიზმი გვეხმარება დავიცვათ სტანდარტები და შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი მშენებლობაში.